ახლა დაფუძნებულ მეწარმეთა კავშირის საინიციატივო ჯგუფმა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი დაჯერიმებული მეწარმეების პრობლემების განხილვა და არსებული სიტუაციის მოგვარება იყო. ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მეწარმეთა კავშირის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას მეწარმეთა უფლებები. აღდგეს მეწარმის შელახული ღირსება, დაუბრუნდეს ყველა მეწარმეს თავისი სტატუსი საზოგადოებაში, ხელისუფლების მხრიდან მოხდეს მეწარმის მიერ ხელის შეწყობა, იმისათვის რომ მეწარმეს მიეცეს საშუალება შექმნას სამუშაო ადგილები და დაასაქმოს საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ-ერთი მეწარმე ზაზა არახამია მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ უფლებების უხეში დარღვევა იყო ის ფაქტიც, როცა ბოლო პერიოდში შემოწმების მიზნით ზუგდიდში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენიმე მაღაზია დახურეს. ზაზა არახამია ასევე აცხადებს, რომ ბიზნესის განვითარების და დასაქმების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მოხდეს საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია და მეწარმეთათვის გრძელვადიანი სესხების გაცემა. ერთი თვის წინ იყო ფაქტები, რომ როგორც ძვლებურად რო კეტავდნენ მაღაზიებს და ბოქლომებს რო ადებდნენ, ისე დაადეს რამდენიმე მაღაზიას ბოქლომები, დაიკეტა ბაზარის მეწარმეება პროტესტი გამოთქვით, მე არ ვიყავი იმ დღეს, თქვენ ყოფილხარ ჟურნალისტები, გააშუქდა ეს მედიაში და მეორე დღეს თბილისიდან შემოსავლის სამსახურიდან მოვიდა ოფიციალური წერილი RSG-ზე, რომელიც თავიანთი საიტია, რომ არ შეიძლება მაღაზიის დალოქვა. ეს კატეგორიულად აკრძალულია. საინიციატივო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირებას აპირებს და პროცესი სავარაუდოდ თვის ბოლომდე დასრულდება.